დღეებში ვიდეოები არ ჩამიწერია და არც გამომიქვეყნებია. მოგეხსენებათ, როგორი მძიმე დღეები იყო ჩვენს ქვეყანაში და ამის თავი ალბათ ბევრსაც აჰქონდა. მაგრამ დღეს რომ გავიღვიძე, რაღაცა დიდი სიცარიელე იყო. მე ის მზიანი ღამე გამახსენდა პატრიარქის ნათქვამი და თითქოს ამ მზიან ღამეში ზეჩაქრა. აი, ესეთი შეგრძნება მქონდა დღეს. ალბათ ყველა ჩვენთაგანს ყავს თავისი წილი პატრიარქი. რადგან ყველა ადამიანს გვაქვს მასთან რაღაცნაირი სულიერი ერთობა და არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვთქვათ იცნობდი პატრიარქს ან არ იცნობდი ან გიცნობდა თუ არა პირადად. აი საოცარი შეგრძნებაა. მე პირადად პატრიარქს ერთხელ შევხვდი, როდესაც 2019 წელს სოხუმში ჩავედი ჩემს მშობლიურ ქალაქში ომის შემდეგ 30 წელზე მეტი იყო უკვე გასული. არასდროს დამავიწყდება მისი სიკეთით და აი სითბოთი და მადლიერებით სავსე სახე. მეორე შემთხვევა იყო, როდესაც სამების ტაძარში საღამოობით ლოცვაზე მობრძანდებოდა პატრიარქი, გახსოვთ ალბათ ბევრ თქვენთაგანს, რომ ძალიან ბევრი ხალხი ელოდებოდა. მე სადღაც ბოლოში ვარ, არც ველოდი და როდესაც ჩვენ რიგს მივახლოვდა, რაღაცნაირად ესე შემხედა და გამოიწია, ხელი შორს გაწია და მივხვდი, რომ ეს მე მეკუთვნოდა ეს დალოცვა და ეს ჩემთვის ისეთი მოულოდნელი იყო. კიდევ იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ჩემ ძმას გარდაეცვალა ახალგაზრდა შვილი, ბიჭი, ტრაგიკულად და მეუფე სერაფიმემ ის მიიყვანა პატრიარქთან. მოგეხსენებათ, რომ პატრიარქი როგორი ნუგეშისმცემელი იყო ყველა შვილმკვდარი მშობლისთვის. პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, რასაკვირველია, ყველა ვეკითხებოდით, რა გითხრა პატრიარქმა, რა იყო, როგორ იყო და ისიც გვიყვებოდა სიხარულით, რომ აი ესე მივიღო, ესე მანუგეშა, აი ასეთი სიტყვები მითხრა და თან ესე სიამაყით იხსენებდა, რომ როცა მეუფე მიმიყვანა, ესე უთხრა, ეს ბიძინამ გალობლიშვილის შვილია და მაშინ მივხვდი, რომ თურმე პატრიარქი იცნობდა მამაჩემს და ალბათ ბუნებრივიცაა, იმიტომ რომ 11 წელი მსახურობდა სოხუმში და მამაჩემიც ხომ სოხუმში იყო ფსიქიატრი, ექიმი. რატომღაც ესე მეჩვენება, რომ თითქოს აი ამ დღეებში, როდესაც პატრიარქი გარდაიცვალა, აი ესეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ცოტათი უფრო უკეთესი ადამიანი გავხდი. თითქოს ყველა ადამიანი, ვინც ჩემს გარშემოა, ისინიც ცოტათი უფრო კარგები გახდნენ. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება უნდა ვეცადოთ, რომ სულ უფრო უკეთესი ვიყოთ. აი ახლა როგორ არის, იცით, რაღაცები არის, გარემოებები, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევდი, რაღაცნაირად გავატარებდი, უგულებელყოფდი და ახლა თითქოს უფრო დაკვირვებული ვარ, უფრო ვცდილობ, რომ სხვა ადამიანის ადგილას დავაყენო ჩემი თავი და უფრო უკეთ შევიგრძნო მისი, ესე ვთქვათ, გაჭირვება და აი ეს შეგრძნება, რომელიც მეტნაკლებად რასაკვირველია მქონდა სხვანაირად ვერ იქნები ადამიანი, მაგრამ აი ეს შეგრძნება ცოტათი კიდევ უფრო გამემძაფრდა და ეს ჩვენი პატრიარქის გამო მოხდა.